გამარჯობათ ბავშვებო. დღეს გავმიხილავთ ორგანოებს. ძირითადი ორგანოებია ფილტვები, გული, ღვიძლი, კუჭი, თირკმლები და ნაწლავები. დღეს ეხლა ნახავთ, როგორ მუშაობს საჭმლის გამამუშავებელი სისტემა. ნაღლის ბუშტი პატარა ჩანთაა, რომელიც ნაღლს ინახავს ღვიძლიდან. ის ნაღლს ნაწლავებში არ გზავნის, რომ ცხიმიანი საჭმელი კარგად დაიშალოს. პანკრეასი მუშა ორგანოა, რომელიც საჭმლის გაშლისთვის ჭვენს ქმნის. ის ასევე ინსულინს გაგზავნის, რომ სისხლის შაქარი სწორი იყოს. კუჭი ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. იგი შლის საჭმელს და ფეკალურ მასად აქცევს. ღვიძლის გარეშე ადამიანი მოიწამლებოდა. იგი ანადგურებს ტოქსინებს. წვრილი ნაწლავები იწვევენ ცხიმებს და ნახშირწყლებს. მსხვილი ნაწლავები იწვევენ წყლებს და მარილებს და წარმოქმნიან ფეკალურ მასას. რა მოსდის ჩვენს საჭმელს ჭამის შემდეგ? პირი აანაკურწებს საჭმელს და ჟღენს მას ნერწყვით და ენა ეხმარება, რომ უბიძგოს საჭმელს საყლაპავ ნივთში და საყლაპავ საჭმელი კუჭში გადააქვს. კუჭი საჭმელს ჟღენს მჟავით და ნაღვლით. ღვიძლი შეიწვევს მინერალებს და ანადგურებს ტოქსინებს. ნაღლის ბუშტი ინახავს ღვიძლისგან ნაღლს და კუჭს აწოდებს. პანკრეასი წარმოქმნის მჟავებს, რაც ეხმარება საჭმლის დაშლაში. წვრილი ნაწლავები იწვევს ცხიმებს და ნახშირწყლებს. მსხვილი ნაწლავები მარილებს და წყალს იწვევს საჭმლისგან. სწორი ნაწლავი დროებით ინახავს ექსკრემენტებს და ანალური ნაწლავი არის საიდანაც ექსკრემენტები იდევნება.